ქრისტე აღსდგა, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ამ დღის ძალა და მადლი შეგეწიოთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და საყვარელ ადამიანებს. ცოტა კი გვიან მომდის ამ ვიდეოს მონტაჟი და რედაქტირება, უბრალოდ დრო არ მქონდა, ამის გამო დიდ ბოდიშს გიხდით. ახლა არის კვირა დღე, დილიდან გავტეხეთ უკვე კვერცხები, მივირთვით პასკებიც და შევუდექით მომზადებას საჩუქრებისთვის. საჩუქრად ვამზადებ ჩემს გამომცხვარ პასკებს და ასევე შეღებილ კვერცხებს. პასკები გავანთავისუფლე ჭიქიდან, უბრალოდ შიგ დავტოვე, რადგან ასე უფრო კარგად ინახება და რბილი რჩება რამოდენიმე დღის შემდეგაც კი, ხოლო ბავშვები აკრავენ ლამას სტიკერებს, კვერცხებს, მე ვფუთავ პასკებს და ასევე ზემოდან ვაკრავ ჭიქებზეც დიდ ლამას სააღდგომო სტიკერებს. ახლა არის ძალიან ადრე, თუ არ ვცდები დილის 8 საათია, ჩვენ უკვე ვისაუზმეთ და ცოტა ხანში მოვამზადებ მეორე საუზმესაც. იმის გამო, რომ ძალიან ადრე ვდგებით ყველა, ვამზადებ ყოველთვის 2 საუზმეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები სახლში არიან და დღეს და ხვალაც იქნებიან ბავშვები სახლში, ხოლო სამშაბათს უკვე სკოლაში წავლენ. ესეც ჩემი საჩუქრები მზად არის და დღეს ბავშვებთან ერთად გავალთ და გავუტანთ ჩვენს ახლობლებს, ასევე მოვამზადე მეზობლებისთვისაც, როგორც ნახეთ, ზოგ შეფუთვაში 5 კვერცხია, ხოლო ზოგ შეფუთვაში 3 კვერცხი მეზობლებისთვის მინდა, ხოლო დანარჩენი ჩემი ოჯახის წევრებისთვის. დილიდან გადავწყვიტე, რომ ბარემ ყვავილებსაც მივაქციო ყურადღებას, საფრანგეთში რომ ვიყავით, თითქმის 2 კვირა იყო მოუვლელი, ასე რომ ვთქვათ, და ზემოდან არის საშინლად დამტვერილი ფოთლები. ჩემი დედამთილი მოდიოდა ხოლმე და კვირაში ერთხელ რწყავდა, მაგრამ ზემოდან ფოთლები არის დამტვერილი, ასევე აქვთ გაყვითლებული ფოთლები, რასაც მიხედვა სჭირდება და გადავწყვიტე, რომ დღეს ბარემ აღარ გადავდო და გავრეცხო საბაზანოში, უბრალოდ ვანაში, კარგად და მივაქციო ყურადღება ჩემი სახლის მწვანე ბინადრებს. პირველ რიგში მოვხსენი გაყვითლებული ფოთლები, კარგად შევასწორე ზედმეტი ფესვებისგან და რაღაცეებისგან, შემდეგ ჩავდე შიგ ვანაში და დავიწყე დუშით, კარგად ზემოდან მორწყვა, ისე თითქოს ზემოდან კოკისპირული წვიმა აქვთ. Satisfied me, gave me what I want, just what we need, never too far away.
loving for another day. But she asked for something more. She asked for, yeah, she asked for something beautiful. She asked for, yeah, she asked for something beautiful. რა თქმა უნდა, უბრალო წყლით არ შორდება მტვერი დიდ ფოთლებს, ავიღე ხელსახოცი და გავასუფთავე კარგად მოზრდილი ფოთლები მტვრისგან. Tell me what I did wrong, I plead. Never did I think we would be loving for another day. But she asked for something more. She asked for, yeah, she asked for something beautiful. Something beautiful. ყვავილებს დავტოვებ სააბაზანოში, რომ ჩამოიწყლირტოს წყალი, ცოტა ხანში წავიღებ და დავაბინავებ თავიანთ ადგილებზე, ახლა კი მოვამზადოთ მეორე საუზმე. ერთად მოვამზადოთ სააღდგომო გერმანული პროტეინის ფუნთუშები, ამისათვის დაგვჭირდება 9 კილო ფქვილი, 2 კვერცხი, აქედან 1 კვერცხის ცილა დაგვჭირდება ცომისთვის, ხოლო 1 კვერცხის გული წაესმევა ზემოდან, აქ არის 4 სუფრის კოვზი ზეთი, 100 გრამი რძე, 100 გრამი შაქარი, ვანილი, გამაფხვიერებელი და რაც მთავარია, აი ასეთი ხაჭო. როგორც ვიცი, საქართველოში არის ასეთი ხაჭო, თუ ვერ იშოვეთ, მაშინ შეგიძლიათ პროტეინის იოგურტი გამოიყენოთ, ან და ხაჭო და არაჟანი ერთმანეთში გაურიოთ კარგად და მიიღებთ ასეთივე მასას. პროტეინის ფუნთუშები ჰქვია, რადგან ეს ხაჭო შეიცავს პროტეინს და ერთი სიტყვით არავნებს ფიგურასაც და ვინც სპორტს აკეთებს ან დიეტაზეა, მათთვის იდეალურია ეს ფუნთუშები. მზადდება უადვილესად, ყველაფერი ერთმანეთში უნდა აერიოს და გამოცხოს. გამომრჩა რა თქმა უნდა მარილი, დაგვჭირდება მწიკვი მარილი, ასევე პროტეინი 250 გრამი და ზუსტ პროპორციებს აუცილებლად დავდებ ინფობოქსში. ჯერ ვუყევთ ფხვიერ პროდუქტს ერთმანეთს, შემდეგ ვუმატებთ ზეთს, რძეს, კვერცხს და ვიწყებ მოზელვას. შეგიძლიათ მიქსერით მოზილოთ, შეგიძლიათ ხელით, იზილება ძალიან ადვილად, არის რბილი და დამყოლი ცომი, მე დღეს ხელით მოვზელ, გავიკეთე ხელთათმანი, რადგან ფრჩხილზე ლაქი მისვია და ცოტა ისეთი ლაკია, რომელიც სძვრება, არ მინდა რომ შიგ ცომში მოძვრეს, ამის გამო დღეს ვმუშაობ ხელთათმანებით. ცომი რომ ერთ გუნდად შეიკვრება, ვუმატებთ სულ ცოტა ზეთს და კიდევ ვამუშავებთ რამოდენიმე წუთი, შემდეგ ვიწყებთ უკვე ფორმების მიცემას, მე დღეს მივეცი თავისუფლება ჩემს ფანტაზიას და რამოდენიმე კურდღლის ფორმები გავაკეთე, შემდეგ მომბეზრდა ეს ყველაფერი, უბრალოდ გავაბრტყელე ცომი და ამოვჭერი უბრალო ამოსაჭრელი ფორმებით. ფუნთუშები გამოდის ძალიან რბილი, ასევე ორმაგად იზრდება გამოცხობის დროს და გირჩევთ რომ გვერდ არ დადოთ, გავუკეთეთ ცოტა შუალედი.
ასევე შეგიძლიათ ცოტა ბევრი ცომი აიღოთ, უფრო დიდი და ფუმფულა გამოვა, ხოლო შეგიძლიათ ასევე კარგად გააბრტყელოთ და მისცეთ ორცხობილის ფორმა, ასევე ძალიან გემრიელია. მე დღეს გამოვაცხე როგორც თხელი ფუნთუშები, ასევე ცოტა მოზრდილიც. ცომიდან მორჩენილ კვერცხის გულს დავუმატე ერთი სუფრის კოვზირზე, კარგად გავთქვიფე და წავუსვი ზემოდან ჩვენს ფუნთუშებს, ვდებთ წინასწარ გახურებულ ხუმელში 180 გრადუსზე 10, 12, 13 წუთით. დააკვირდით თქვენს ღუმელს და ოდნავ რომ შეწითლდება, უკვე გამოიღეთ. გავიდა 13 წუთი, ჩემი ფუნთუშები უკვე მზად არის, ასეთი გემრიელი და მადის აღმურწვრელი გამოვიდა, სახლში დგას სასწაული არომატი, ზემოდან მოვაყარე შაქრის პუდრა, რადგან ბავშვებს ცხელის მირთმევა უნდოდათ, თუ გინდათ რომ ცხელი მიირთვათ, მაშინ ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა, ასევე შეგიძლიათ შოკოლადი მოასხათ და მოკლედ როგორც უკვე გითხარით, თქვენი ფანტაზიის და გემოვნების მიხედვით. გერმანიაში ამ ცომისგან ამზადებენ ასეთ ბუდეებს და დებენ კვერცხთან ერთად სააღდგომო სუფრაზე. ჩემი აზრით ძალიან დახვეწილი და ლამაზი გამოდის. ასევე უკვე შეგრილებულ ფუნთუშებს უსმევენ ზემოდან გამდნარ კარაქს და დებენ შაქარში, რომ კარაქმა შაქარი აიღოს, ასევე ძალიან გემრიელი გამოდის. ჩემს ბავშვებს ასეც უყვართ და ისეც. სულ ერთია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ნახევარი გამეციებინა და შაქრით მომემზადებინა, ხოლო ნახევარი მოვამზადე პუდრით. ახლა გავშარლოთ ლამაზად მაგი და დღეს მინდა რომ ლურჯი თეთრში გავშალო მაგი და აქცენტი მინდოდა გამეკეთებინა ლურჯ და თეთრ ფერებში და ჩემი აზრით ულამაზესი მაგიდა გამოვიდა. მაგიდის ხელსახვეცებში ჩავდე კვერცხები ლურჯი და თეთრი ფერის წესით. ასე ხელსახვეცში დებენ მოხარშულ შეღებილ კვერცხს, მე რახან მინდოდა გაკეთება აქცენტი თეთრ და ლურჯ ფერებს შორის, ავიღე დეკორატიული კვერცხები. რაც შეეხება სააღდგომო შეღებილ კვერცხებს, აღარ გვაქვს და ახლა ამჟამად კიდევ ვხარშავ და ვღებავ, კიდევ კარგი რომ ხახვის ნახარში არ გადამიღვრია და ახლა ამ წუთას კიდევ იხარშება რამოდენიმე კვერცხი. ასევე გამოგველია პასკაც და დღეს თუ დრო მექნება აუცილებლად გამოვაცხობ, თუ არა და ამ დღეებში გამოვაცხობ აუცილებლად ზუსტად იგივე რეცეპტით, რადგან ძალიან გემრიელი გამოვიდა. ჩვენი საუზმე ნახევრად გავშალე და ლამაზი კადრები გადავიღე თქვენთვის, შემდეგ რა თქმა უნდა დავამატე კიდევ სხვადასხვა სადილები, ასევე კვერცხი და ასე შემდეგ, მოვადუღეთ ჩაი.
ვინც ახლა ჩვენთან ერთად მიირთმევს, გემრიელად მიირთვით, ტელეფონი მიჯდება უკვე, ამიტომ აქ დავასრულებ ჩემი მაგიდის გაფორმებას, რადგან გასასვლელები ვართ, როგორც უკვე გითხარით, ჩვენი კვერცხები და პასკები უნდა დავარიგოთ. აღდგომის დღე გვინდოდა რომ განსაკუთრებული ყოფილიყო და საღამოს წავედით კინოთეატრში ფილმის სანახავად, ვუყურეთ ფიფქიას ფილმს, ნიცას დიდი ხანია უნდოდა ამ ფილმის ყურება, გოჩამ კი იწუწუნა ცოტა რომ გოგოების ფილმზე მომიყვანეთო, მაგრამ იმანაც სიამოვნებით უყურა. გოჩას ეს ანიმაციური ფილმი მხოლოდ ერთხელ აქვს ნანახი და არ იცოდა საერთოდ სცენარი, იცოდა მხოლოდ ის, რომ ფიფქია აიღებდა ვაშლს და დაიძინებდა, ამიტომ სადაც ვაშლით ხედავდა ფიფქიას, ყველგან ნერვიულობდა, ამბობდა, რომ ვაიმე ნეტა ეხლა არ ჭამოს და ვაიმე ახლა არ ჭამოს, დედა ახლა შეჭამს, ახლა დაიძინებს, მოკლედ გამაწვალა მთელი ფილმი, როდის დაიძინებს, როდის შეჭამს და ჩემდა სამწუხაროდ ბოლოს, ფილმის ბოლოს შეჭამა. თითქმის მთელი ფილმი ფიფქიას ვაშლი ეჭირა ხელში, ხან კრებდა, ხან ვაშლის პეროგს ამზადებდა და ასე შემდეგ. ამის გამო გოჩას ეგონა, რომ აი ახლა დაიძინებს და ბოლოს დაიძინა. კინოთეატრში არის ასეთი ჩამოსასრიალებელი ბავშვებისთვის, რომელიც მესამე თუ მეოთხე სართულიდან ჩაუდის ბოლოს, მოკლედ 9 საათზე მეტი ჩემი შვილები მხოლოდ მან ცრიალებდნენ და ბოლოს ძლივს გამოვიყვანეთ იქიდან. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე, მომავალ შეხვედრამდე.